მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ჩვენი ამ კვირის ორიგუჩი კაპეს Fight Night-ის betting განხილვა. როგორც მიხვდით, გარემოებიდან გამომდინარე არ ვარ სახლში. ბევრი საქმეები მაქვს, ვიდეო დღეს რაც დავდე პროგნოზების ვიდეო, რამდენიმე დღის წინ გადავიღე და ვერ მოახერხე ყურადღება მიმექცია, დამემონტაჟებინა. ძლივობით დავამონტაჟე, ეხლა აქვე დავამონტაჟე, სასტუმროში ვარ ეხლა. ეს კვირები ვაფშე ძალიან გადატვირთული მქონდა და ცოტა ვერ ვაქტიურობდი დროის უკმარისობის გამო. ეხლა ევროპის შეჯიბრია გრეპლინგში. პოლონეთში ტარდება ვარშავაში. ჩემი მწვრთნელი ერთ-ერთი ორგანიზატორი და ვეხმარები მოკლედ აქ ვარ. ვინც უყურებთ ჩემ ლოგებს გეცოდინებათ. ჩემი მწვრთნელი ხშირად ატარებს ხოლმე სხვადასხვა შეჯიბრებებს და ხშირად ვეხმარები ხოლმე. ამას გარდა კიდე ცალკე სამსახური, ცალკე ვარჯიში და მოკლედ ცოტა დროში ვიჭედები, მაგრამ მაინც ყველანაირად ვცდილობ გადავიღო ვიდეოები, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს თვითონ მე ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ, თან მით უმეტეს რომ ნახულობ, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ნახულობს ჩემ ვიდეოებს, კარგ კომენტარებს რომ ნახულობ, ძალიან დიდი мотиваცია მეძლევა, ამიტომ მადლობა ყველა თქვენთაგანს, ვინც მიკომენტარებთ, მილაიქებთ ვიდეოს, ან თუნდაც უბრალოდ უყურებთ. გამომიჩნდა ეხლა დრო ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავაკეთებ ამ betting ვიდეოს. იმის მიუხედავად, რაც თქვი და რაც ვილაპარაკე, ბრძოლებს მაინც ვაქცევ ყურადღებას. დრო როცა გამომიჩნდება, ვუყურებ ინტერვიუებს, საბრძოლო კვირის ინტერვიუებს და ვუყურებ ბრძოლებს ასევე მით უმეტეს betting-ის მხრივ, ნათქვამი მაქვს ბევრჯერ, როცა ვაკეთებ ხოლმე bets, მებრძოლების წინა ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე, რომ კარგად ვნახო, გავიხსენო თუ რას როგორ აკეთებენ და როგორი ბრძოლები აქვს ჩატარებული. ძირითადად როგორ ჩვევი ხოლმე, კოეფიციენტებს ვაქცევ ხოლმე ყურადღებას და როცა ვნახავ ისეთ კოეფიციენტს, რომელსაც ვფიქრობ, რომ ფასეულობა აქვს და შეიძლება ბილეთის დაწერა. მაგის მიხედვით მე ვარჩევ და უყურებ ვიდეოებს და მე უკვე აგერ ეხლა ვწერ ვიდეოს. წინა ქარდის ბილეთების ჩვენებას არ დავიწყებ ეხლა ამ ვიდეოში, უბრალოდ გეტყვით, რომ ძალიან ცუდად წავიდა. წინა კვირას betting ვიდეო არ გადამიღია, ამიტომ იმის წინა კვირის ბილეთებზე არ მისაუბრია, როცა იყო ბარანევსკის ჩხუბი. ბარანევსკიზე მქონდა აგებული, გითხარით მაშინ და ძირითადად ყველა ბილეთში კი არა და ყველგან საერთოდ ბარანევსკი მეწერა, ძირითადად პირველი რაუნდის ფინიში, ეგ წამოვიდა ძალიან ჯიგრულად, თავიდანვე ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ ორ ისეთ მებრძოლს მივენდე, რომლებმაც გამიფუჭეს საერთოდ ყველაფერი, ორ კი არა სამს დაჟე. ანუ ბარანევსკი მქონდა აღებული როგორც მთავარი მებრძოლი, იცით ჩემი სტილი, როგორ შვები ხოლმე, იოს პირველი რაუნდი, იოს პირველი რაუნდის KO, იოს პირველი მეორე რაუნდის ფინიში, მოკლედ ესე მქონდა, ყველაფერი წამოვიდა, უმარტივესად თავიდანვე მოიგო ივომ, ნოკაუტით როგორც მეგონა. უბრალოდ მიბმული მქონდა მერე ლუნა, გააფუჭა ლუნა, წააგო რაის მიჩელთან, მქონდა მიბმული ასევე ზიამი, ფარეს ზიამიც დამარცხდა ძალიან სულელურად, ძალიან უპინოდი ჩხუბა და მესამე იყო ბელალ მუჰამედი, სამივემ გააფუჭა. და მოკლედ არაფერი არ წამოვიდა, ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. თან თქვი რომ betting-ის მხრივ მომწონდა ეგ ქარდი და ესე როცა მომწონს ხოლმე, იმაზე ბევრს შევდივარ ხოლმე, ვიდრე betting-ისთვის მაქვს გადადებული და მოკლედ არ გაამართლა. თან ეხა მაგის მერე ამ წინა კვირას ილიას ჩხუბი იყო, მართალი არ მქონდა არაფერი, ორი ბილეთი მქონდა სულ ილიაზე აგებული, ამანაც არ გაამართლა, ძალიან უკან დავიხიე. ზუსტად ამიტომ ამ კვირასაც ბევრი არაფერი მიწერია, გითხარით და სულ ვამბობ ხოლმე, რომ მე ვბეთაობ მხოლოდ გასართობად, იმიტომ არ ვბეთაობ, რომ რაღაცა ფული ვიშოვო, ან მსგავსი რამე. და ამ წინა კვირებში იმის გამო რომ ცოტა მეტი შევედი და უფრო თავდაჯერებული ვიყავი, ეხლა ცოტა უნდა დაუკლო, ძალიან ვარ შევყვე, საკმაოდ გამოცდილი ვარ betting-ის ამბავში და მსგავს შეცდომას არ დავუშვებ. ზუსტად იგივეს გირჩევთ თქვენს, რომ იბეთაოთ მხოლოდ გასართობად და მხოლოდ იმ თანხით, რის წაგებაზეც არ ინერვიულებთ და ვალებში არ გადახვალთ. და გექნებათ ის გათვითცნობიერებული, რომ რაც არ უნდა
უეჭველი გეგონოთ ჭუბი, მაინც შეიძლება რომ გაიმაზოს. აგერ მაგის მაგალითი ზუსტად წინა კვირას მქონდა, ვის ეგონა რომ ილია დამარცხდებოდა და წააგებდა. მაგაზე კაი მაგალითი მეორე არ იქნება ეხლა. დავიწყოთ ეხლა ამ ჩვენი კვირის კარდის ბეტინგ განხილვა. თქონდა მექნება რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები. კაი ჭუბები გვაქვს ამ კარდზე, მით უმეტეს ორი ქართველი ყავს, თანზილოვი და ჩოხელი ჭუბებენ, დებიუტს გააკეთებენ. ბეტინგის მხრივ რაც შეეხება, თანზილოვის კუში მომწონს ძალიან, პირველი ჭუბია თან პრელიმების პირველი ჭუბია 2.63 აქვს ეხლა ჩემთან უბრალო მოგებას საკმაოდ დიდი ანდერდოგია და 1.57 აქვს შეინ კოლინზ. კაი ბიჭია შეინ კოლინზი, მართლა კაი ბიჭია, მართლა ძალიან რთული ჭუბია ოთარისთვის, თუმცა ფიქრობ რომ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება და აქვს შანსები ოთარს. ორივე სტრაიკინგის მებრძოლია, ზირს ფიქრობ ოთარი უფრო უკეთესი იქნება. შეეცდება რომ გამიქსოს თუ ესე იმენა ჭიდაობა არ დაიწყო რაღაც მომენტში მაინც ქულების მოსაპოვებლად ფიქრობ გააკეთებს ტეიქდაუნს. რამდენად მოახერხებს შეინის იქ გაჩერებას მაგას ნახავთ, თუმცა ველი ოთარისგან ჭიდაობასაც ხო, დგომში ორივე დგომის მებრძოლია, როგორც თქვი, ორივე სტრაიკერია, შეინი უფრო მოკრივეა, ოთარი უფრო კიკბოქსინგის სტილი აქვს, კიკებს იხენებს ყველაზე კარგად, ძალიან კაი კიკები აქვს, მართლა მუხლებს, მოკლედ ფეხებს იხენებს ძალიან კარგად. ამ ჭუბში, რა თქმა უნდა, მშვენიერი კუში აქვს ისედაც, უბრალო მოგებას, ოთარის მოგებას 2.63 შეიძლება ამის აღება და კიდე რაც მომწონს ძალიან მე არის ოთარის მესამე რაუნდი ან დესიჟენი ჩემთან აქვს 4.30. მშვენიერი კუშია, ფიქრობ ასაღებია თუ უბრალოდ მოგებასაც აიღებ, ესეც უნდა აიღო. ხო, მესამე რაუნდი ან დესიჟენი, ფიქრობ ახლო ჭუბი იქნება ძალიან back to back fight-ი და ფიქრობ რომ დესიჟენამდე მივა ჭუბი, ზუსტად ამიტომ იმასაც ვიტყვი რომ ყველაზე safe pick-ი ამ ჭუბში მგონია მესამე რაუნდი ან დესიჟენი. ანუ საერთოდ ჭუბი რომ მორჩება მესამე რაუნდში ან დესიჟენით. ამას კოეფიციენტი აქვს ჩემთან 1.54. ამ ჭუბიდან ამ სამ კოეფიციენტს გამოვარჩევ. მეორე ჭუბი ეგრევე ლევან ჩოხელის ჭუბი 1.24 აქვს, ეხლა ლევანს დიდი ფავორიტია. ლევანის მოგება ჩემი აზრით ამ კარდზე არის ლოკი, ფიქრობ გადაუვლის შაჰბაზიანს. ბევრად უკეთესი მებრძოლია ლევანი, რამდენიმე ნაბიჯით მაღლა არის ვიდრე შაჰბაზიანი, ფიქრობ ბევრად უკეთეს მებრძოლებთან აქვს ლევანს ნაჭუბარი და მოგებული ასევე. შაჰბაზიანი არის გრეპლერი, ერთპიროვნულად გრეპლერია. ყველა ჭუბში ცდილობს ჩაიყვანოს თავისი მეტოქე, ან როგორმე ძირს აღმოჩნდნენ და შემდეგ იქ რამე მოახერხოს. ამ ჭუბში ფიქრობ თუნდაც მოახერხოს, ან თუნდაც ლევანმა გამოიჩინოს ინიციატივა და აქეთ ეჭიდაოს და ჩაიყვანოს, ვერაფერს ვერ უზავს მაინც რა. განწირულია დიდი რა. დგომში არ ვაპარაკობ საერთოდ, დგომში ფიქრობ 1 წუთი რა, 1 წუთის მანძილზე თუ გაუჩერდა, მაშინ გათიშავს ლევანი. ზუსტად ამიტომ ლევანის KO ყველაზე safe pick მგონია ამ ჭუბში 1.60 აქვს. არ არის ძალიან დაბალი კუში, მშვენიერი კუშია, ფიქრობ. თუმცა შეიძლება ცოტა ჯუსი რო დაუმატოთ, ცოტა როგორ იქნება ქართულ წვენი რო დაუმატოთ, ცოტა წვნიანი რო გავხადოთ, ლევან ჩოხელის პირველი რაუნდის KO 2.28. ამასაც არ აქვს ხა არაფერი ისეთი დიდი კოეფიციენტი, მაგრამ რეალურია ძალიან. პირველი რაუნდის KO 2.28 აქვს. ფიქრობ ესეც ასაღებია რა. ეს ორი პიკი, ეს ორი პოზიცია უბრალოდ ამ ჭუბიდან. შემდეგი ჭუბი აქვე, მესამე ჭუბი, ქალების ჭუბი, კაროლ როსა, ლუანა სანტოსის წინააღმდეგ. კოეფიციენტი მომწონს, ფიქრობ რომ ამასაც აქვს ფასეულობა. 1.98 აქვს ლუანას. კაროლ როსა უფრო სტრაიკერია და პრობლემები ექნება ხოლმე ძირს. თავის მეტოქეებთან რა, როცა იჭიდავებიან, ძირითადად ჭიდაობით უგებენ. და ლუანა სანტოსი არის მოჭიდავი. ძირითადად ეგრე იგებს ჭუბებს, ძალიან კაი გდებები აქვს, ძიუდო გდებები აქვს, ძალიან მაგარი. ფიქრობ შეძლებს მისი გაჩერებას
და აი ესე 29-28 ერთი რაუნდი შეიძლება გაანიავოს და 29-28 რაუნდს ვფიქრობ decision-ით მოიგებს. ან შეიძლება რამე მტკივნეულიც მოუნახოს. კიდე ცოტა დაწვრილებით რო ვთქვა, ამ პოზიციებს გეუნებით, იმ პოზიციებს მხოლოდ რასაც მგონია რომ ფასეულობა აქვს რა. აი ხა ბევრი ჭუბია აქაც ისეთი რომ ვფიქრობ რომ უეჭველი წამოვა, მაგრამ ფასეულობას ვერ ხედავ რა. 1.15-ის დადებას რა აზრია, ხო? და სხვანაირად რამე პოზიცია რო აიღო, ვფიქრობ საშიშია. ჩემთვის საშიშია და მაგიტო არ ვიძახი. ზუსტად ამიტომ ეხლაც გეტყვით მხოლოდ იმ პოზიციებს და იმ ჭუბებს, რასაც ვფიქრობ რომ ფასეულობა აქვს. ეს იყო ლუანა სანტოსი, ალბათ უფრო ხო რა, ამ ჭუბში ლუანა სანტოსის ჭუბში უბრალოდ მოგება. სხვას ეხა ფინიში რო აიღოს არისკო იქნება, decision-იც ვფიქრობ არისკო იქნება და უბრალოდ მოგებას მშვენიერი 1.98 აქვს. შემდეგი ჭუბი, რაც არის, ხო, ბია მესკიტა, შემდეგი ქალების ჭუბი, ბია მესკიტა, მელისა მუნისის წინააღმდეგ, ბია მესკიტა არის უმაგრესი გრეპლერი, ძალიან მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუთი, თან ძალიან ფიზიკური გოგოა და ფიზიკური ჯანით ჩაგრავს თავის მეტოქეებს, ჩაყავს ხოლმე ძირს, ადვილად ჩაყავს ძირითადად ეხა ორი ჭუბი აქვს ნაჭყუბარი და ორივეში უადვილესად ჩაიყვანა და უადვილესად მოიპოვა submission-ით გამარჯვება. აქ ბია მესკიტას ფინიშს, ანუ submissions, ან KO-ს ორივეს 1.36 აქვს. ვფიქრობ ძალიან დაბალია და არ მომწონს საერთოდ. უბრალო submissions აქვს 1.75, არც ეს არ მომწონს. ძალიან დაბალია ესეც. იმიტომ რომ ვფიქრობ შეიძლება ground and pound-ითაც შეაჯდეს და ისე მოუგოს KO-თი, ანუ TKO-თი და KO-ს 4.75 აქვს. არ ვიცი, ვფიქრობ მაინც სარისკოა რა. მაგიტო ზუსტად ამიტომ ერთადერთ პოზიციას ბია მესკიტას პირველი ან მეორე რაუნდის ფინიში 1.73 აქვს, ყველაზე მეტად ეს მომწონს. მეორე რაუნდს არ გაცდენია ყველა ჭუბში დაუმარცხებელია და თავის ყველა ჭუბში ფინიში აქვს მოპოვებული ან პირველ რაუნდში, ან მეორე რაუნდში. აქაც ვფიქრობ მელისა მუნის ან პირველივეში მოუმთავრებს, ან მეორეში. თავარ ჭუბში კაპესა აქვს 1.64, ჰორიგუჩის აქვს 2.23. ვფიქრობ ახლო ჭუბი იქნება, არც ერთი არ დათმობს არაფერს და ამიტომ მეხუთე რაუნდი ან decision-ი არ აქვს მნიშვნელობა რომელი მოიგებს, უბრალოდ ჭუბი რო დამთავრდება მეხუთე რაუნდში ან decision-ამდე რომ მივა. 1.72 აქვს, ყველაზე კაი პოზიცია ამ ჭუბიდან ეს მგონია და ეს იქნება ბოლო პოზიცია, რაც მომწონს ამ ქარდზე. პროგნოზების ვიდეოში ნახავდით ალბათ, მანელ კაპე დავფიქე, უფრო კაპესკენ ვიხრები, მაგრამ ძალიან ახლო ჭუბია, მართლა ძალიან ახლო ჭუბია და ძალიან ჩვეულებრივად ხედავ ჰორიგუჩის გამარჯვებასაც. საბოლოო ჯამში, რაც ვთქვი, ამ ჭუბში მეხუთე რაუნდი ან decision-ით ჭუბის დამთავრება ყველაზე კაი პოზიცია. სულ ეს იყო ჩვენი betting განხილვა. გითხარით ყველა ის ჭუბი და ყველა ის პოზიცია, რაც მომწონს betting-ისთვის. თუ ვინმეს ესე ჩემი პირადი ბილეთები გინდათ ამ ქარდისთვის, შეგიძლიათ ქისაჯის ლინკი არის აღწერაში, შეგიძლიათ დამიდონატოთ, მეილი მიუთითოთ თქვენი და ჩაგიგდებთ. ყოველკვირეულად არის ხოლმე, რამდენიმე წერს ხოლმე, ზუსტად ვისაც აინტერესებს და ამ კვირასაც არ იქნება განსაკუთრებული. ჩვეულებრივად გამოგიგზავნით, არ მაქვს ბევრი ბილეთი, მაგრამ რაც მაქვს გამოგიგზავნით. სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ, betting-ის მხრივ როგორ ფიქრობთ, თქვენ რა მოგწონთ, მითხარით და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.